თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების ეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის, მათ შორის მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ტონისე ცხადაძის საქმის განხილვა გრძელდება. ამ დროისთვის სასამართლოს ხდომაზე ტექნიკური შესვენებაა გამოცხადებული, ტექნიკური ხარვეზის გამო, თუმცა ვიდრე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი შესვენებას გამოაცხადებდა, სასამართლო უსმენდა თამარ ჭანტურაიას, ზიგი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელია და აცხადებს, რომ 30 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე მის სამსახურს 60,000 ლარზე მეტი ოდენობის ზარალი მიადგა საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტების მოქმედებების გამო. თუმცა თამარ ჭანტურაია ვერ ასახელებს კონკრეტულად რომელმა დემონსტრანტებმა დააზიანეს ის ქონება, რაზეც ის საუბრობს და ბუნებრივია ამასთან დაკავშირებით ადვოკატებს, რომლებიც ისედაც ყოველი სასამართლო პროცესის შემდეგ აღნიშნავენ იმას, რომ ბრალდებას მოჰყავს საქმეზე მოწმეები, რომლებიც ვერ ადასტურებენ კონკრეტულად ამ 11 პირის დამნაშავეობას, მათ ბრალს. ბუნებრივია მათ ჰქონდათ კითხვები თამარ ჭანტურაიასთანაც, თუმცა ამ დროისთვის, რადგან შესვენებაა გამოცხადებული სასამართლოს ხდომაზე, მისი დაკითხვა ცხადია შესვენების შემდეგ გაგრძელდება. დღევანდელ პროცესს ისევე როგორც წინა პროცესებს ამ საქმეზე, წინა ორ პროცესს და სხვა საქმეებზეც მედია ვერ იღებს, როგორც იცით, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესული ცვლილებით, რომელიც წინა კვირაში ამოქმედდა, მედიის მუშაობა სასამართლოში მნიშვნელოვნად შეიზღუდა და ახლა მედიას სასამართლოს ხდომების გადაღების უფლებას აძლევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საიდანაც ჟურნალისტებს მათ განცხადებებზე სასამართლო პროცესის გადაღებასთან დაკავშირებით ნებართვა არ მიუღიათ. დღეს ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა, რომელიც ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატია ამ 11 პირის საქმეში, ხდომის დაწყებისას მოსამართლეს უთხრა, რომ მან სასამართლოსაც მიმართა მოთხოვნით, რომ უზრუნველეყო სასამართლო პროცესის გადაღება, რისი უფლებაც კანონით სასამართლოს აქვს, რისი ვალდებულებაც სასამართლოს აქვს კანონით, თუმცა როგორც ადვოკატმა ხდომაზე აღნიშნა, მას პასუხიც კი არ მიუღია იმაზე, საერთოდ მიღებულია თუ არა მისი განცხადება და წინა ხდომებზეც ამ საქმის ფარგლებში ადვოკატებმა არაერთხელ დააყენეს შუამდგომლობა და არაერთხელ მოითხოვეს, რომ სასამართლომ უზრუნველყოს პროცესის გადაღება, ან უზრუნველყოს შუამავლობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, რომელმაც ნებართვა უნდა მისცეს მედიას პროცესების გადაღებასთან დაკავშირებით. როგორც გითხარით, ამ დროისთვის ხდომაზე ტექნიკური შესვენებაა გამოცხადებული, მანამდე ბუნებრივია ჩვენ ვესაუბრეთ ადვოკატებს, ბრალდებულთა ადვოკატებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ბრალდების მოწმეები ვერ ადასტურებენ ბრალდებულთა ბრალეულობას და რომ ამ მოწმეებს, მათ შორის პოლიციელებს, რომლებსაც დაზარალებული სტატუსი აქვთ ამ საქმეში და ასევე მათ უმრავლესობას აქვს დაზარალებული სტატუსი ანალოგიურ 8 პირის საქმეშიც, ისინი ვერ ამბობენ კონკრეტულად, ვინ მიაყენა დაზიანება მათ საპროტესტო აქციაზე. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ბრალდებულთა ადვოკატების კომენტარები პირდაპირ ეთერში. ხო, როგორც ყველა პროცესი ახლაც არ ვიცით წინასწარ რა შეიძლება მოხდეს, ანუ ვინ შეიძლება მოვიდეს, მაგრამ საზოგადოებისთვის ვთქვათ, ჯერჯერობით არ არის მოსული და დაკითხული ყველა ის პიროვნება, რომელიც ამ საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი და ამავდროულად ერთ-ერთი მთავარი ფაქტი რაც არის, ჯერჯერობით არ არის მოსული სასამართლოში საქმის მთავარი გამომძიებელი, რომელმაც დაგეგმა ეს ყველა საგამოძიებო მოქმედება. აქედან გამომდინარე ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ არ აქვს არსებითად სახელებსა და გვარებს მნიშვნელობა არც გამომძიებლის პოზიციებს, იმიტომ რომ 6-7 თვის მანძილზე უკვე ჩვენ ვხედავთ, რომ გამომძიებლები მოდიან, დაზარალებულად ცნობილი პიროვნებები მოდიან, თუმცა ვერც ერთი მათგანი პროკურატურისთვის სასარგებლო ინფორმაციას ვერ ტოვებს სასამართლოში. რასაც გაგრძელდება გარკვეული ვიდეო მტკიცებულების გამოკვლევა, რა თქმა უნდა, ყოველი სხდომა აჩვენებს და ცხადყოფს იმას, რომ რაიმე სახის მტკიცებულება არ გააჩნია ბრალდების ხარეს და წინა სასამართლო მასაც შეეხება გამოკვლეული იქნა ვიდეო მტკიცებულებები, სადაც რაიმე სახის ზარადობა არ ჩანდა ჩვენი დაცვის ყოფებისგან პირიქით სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლის მხრიდან იყო არაერთი შეძახილი მოწოდება უყურობის მუხარად და რა თქმა უნდა ყველაფერი ცხადყოფს იმას, რომ არანაირი სახის მტკიცებულების არ ეყრდნობა საგამოძიებო ორგანო, მათთვის მთავარი იყო გარკვეული რაღაცა პირთა რიცხვი შეეკრათ, წარდგინა საზოგადოებისთვის რაღაც მესიჯი გაეგზავნათ, რომ ყველას დავსჯით, მიუხედავად იმისა, რა იმოქმედება ჩაიდინა თუ არა. დღესაც იგივე კადრებს ველოდებით, სიმართლე რო გითხრათ, ყოველდღე ვწმუნდებით და პროკურატურა ყოველდღე რეალურად ჩვენს გასაკეთებელ საქმეს აკეთებს და ზუსტად ამიტომ დახურეს
მედია საშუალებებისგან სასამართლო პროცესები და არ ვიცი, დღესაც ველოდები შემდგომ ვიდეო მტკიცებულებებს, რომელთაც დადასტურდება, რომ ბიჭები კიდევ და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაადასტურდეს და დამტკიცეს ფაქტი, რომ ბიჭები არიან უდანაშაულოები. დიახ, მე შეგახსენებთ, რომ ამ საქმეში ბრალდებულ 11 პირს ედავებიან, რომ მათ ჩაიდინეს ჯგუფური დანაშაული მონაწილეობდნენ ჯგუფურ დანაშაულში, თუმცა წინა სასამართლოს სხდომაზე, სადაც გამოიკვლიეს ბრალდების ვიდეო მტკიცებულებათა ნაწილი, როგორც ადვოკატები აღნიშნავენ, არათუ ორგანიზებული ჯგუფური დანაშაული, არამედ ზოგადად დანაშაულიც კი არ ჩანს. აქვე გეტყვით იმას, რომ იმ შემთხვევაში თუ ამ საქმეში ბრალდებულ 11 პირს დაუმტკიცდება ბრალი, მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.